და მე ვიცი ისინი რაში მადანაშაულებენ, ოღონ ამას ვერ ამბობენ, ჩემი დანაშაული არის ის, რომ მე ვამყრევ რუსეთს, მე ვამბობ, რომ რუსეთი ჩვენი სისხლით ვერ გაძღავ და მე ვამბობ იმას, რომ საქართველო მიიტაცა ივანიშვილმა, მე ვამბობ იმას, რომ ივანიშვილმა გაანადგურა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და პლიუს ეკლესია თავისი პრეცების გამოყენებით, მე ვამბობ იმას, რომ ეს მცირე ჯგუფი საპატრიარქოში, რომელიც არის შესახლებული, არის რუსული და აკეთებს რუსულ გეგმას ემსახურება, მას უნდა რომ არც ერთი კაცი, ვინც რუსეთს უპირისპირდება, არ იყოს ზიარებული და უნდათ რომ ეხლა ის ტაძარი, სადაც ერთგული ხალხი და მილები და პატრიოტები ეზიარებიან ჩემთან ქვემო ბეთლემში, ისიც წაართვან ამ ხალხს, მე ისინი ვერაფერს ვერ წამართვიან, მაგრამ ამ ხალხს წაართვიან და ეს სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ. შეუძლებელია ჩვენ დავმარცხოთ. მე უფრო თუ ამათმა დამსაჯეს, უფრო მეტი დრო მექნება გადავერთო ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელიც აუცილებელია ჩვენიერი უნდა განთავისუფლდეს ამ დიდი ქოციანობისგან და რუსეთის მონობისგან.